მე ადრეც არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ რადგან სიტუაციები მე ასეც ვიყავი განწყობილი, რომ უნდა მემუშავა მთელი 4 წლის განმავლობაში ამ საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ რადგან საქართველოში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობეს და ამ თვალსაზრისით უფრო კეთილსაიმედო გარემო შეიქმნა ჩვენთვის და რადგან საქართველოს ყავს პრეზიდენტი, რომელმაც შესანიშნავად იცის თვითმმართველობა, კანონმდებლობა, ძალიან კარგად იცის დეცენტრალიზაციის საჭიროება, ძალიან კარგად იცის, რომ არის განსახორციელებელი და ხორცშესასხმელი ის ვალდებულებები, რომელიც ევროსაბჭოს წინაშე აქვს საქართველოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეჩქარებინა და საკვირველია ჩვენი წინადადება შესაძლებელია ამ სახით არ განხორციელდეს, მაგრამ ჩვენი იმედი გვაქვს, რომ დეცენტრალიზაციის პროცესსა ამ გორის სტატუსისან და გორის უფლებამოსილებების ასე ჯობია საკითხის წამოწევა, ხელს შეუწყობს როგორც დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებას საქართველოში მთლიანად, ასევე ჩვენი ქალაქის სამართლებრივი და ამის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ აუცილებლად მე ჩავთვალე, რომ კორექტურა აუცილებლად უნდა მოხდეს, შესწორება, ან დამატება, ან გამოკლება, ან ჩასწორება დოკუმენტისა. საზოგადოებრივების ამ ნაწილმა აბსოლუტურად მხარი დაუჭირა ამ საკითხს, შეიქმნა კომისია, რომელსაც სწორედ საზოგადოების წარმომადგენლები შეადგენენ, ისინი განიხილავენ ამ დოკუმენტს და უახლოეს ხანში ჩვენ ალბათ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. და აი ამ ფორმით ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მოხდება უკვე ამ მიმართვით. ამ მიმართვის გაგზავნა პრეზიდენტთან, ეს არის სასწრაფო, იმიტომ რომ მე წეღანაც განვაცხადე და ეხლაც ვიძახი რიგგარეში არჩევნები თვითმმართველობისა საქართველოში ჩატარდება და მე მინდა რომ ჩემს შემცვლელს ქალაქის გამგებლის თანამდებობაზე, ან უფრო სწორედ ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო ქალაქის მერი, არ ქონოდეს ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გქონდა აქ. ბატონო ბატონო, თქვენ ყოველთვის პრობლემა გქონდათ ხოლმე წინა ხელისუფლების დროს ამ სტატუსთან დაკავშირებით ითხოვდით, მაგრამ არაფერი კეთდებოდა. ახლა თუ გაქვთ რაიმე? ვითხოვდი, მაგრამ მეწინააღმდეგებოდნენ ის პირები, რომლებთანაც გამუდმებული პრობლემა მქონდა, ეს იყო გორის რაიონის გამგეობა. დღეს მე ჯერ არც ახლად დანიშნულ რაიონის გამგებელთან და არც რწმუნებულთან შეხვედრა და კონსულტაცია არ მქონია. ჯერჯერობით მათ ვერ მოიცალეს იმისათვის, რომ თვითმმართველობას შეხვდნენ. როგორც კი მექნება, მე ვაცნობებ საზოგადოებრივებას, მათ დამოკიდებულებას და მათ პოზიციას ამ საკითხისადმი. პირიქით, მე ძალიან დიდი იმედით ვარ ახსილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები ამ საკითხს ხარს დაუჭერენ. დიდი მადლობა.